ადგილი თბილი ადგილი მოიპოვა ჩემს გულში და დარწმუნებული ვარ არა მარტო ჩემში იქიდან გამომდინარე თუ რა მალე გაგეზარდა გამომწერების რაოდენობა ну просто TikTok-ი იქნება აღსანიშნავი რავი რაც დავინახე ყველაზე მეტი მანდა Facebook-ზე ძალიან კაი და აი სამაგალითო ხარ იმიტომ რომ როგორც ვიცი ახლა არც სუპერ სპორტსმენი, ანუ ძალიან დიდი მიღწევები სპორტში არა, თუმცა მოკრივე იყავი, როგორც ვიცი, ხო? გატაცება კრივი შენთვის. და როგორც ვიცი, არ გაქვს რაღაც ბექგრაუნდი შოუმენობის, არც გორის თეატრშიც არ გითამაშია, როგორც ვიცი და აი ფენომენალურია ის შოუმენობა, რომელიც შენში აღმოაჩინე, მით უმეტეს 21 წლის ბიჭი არ ხარ, 38-ის ხარ, ხო, როგორც ვიცი? 38-ის ხდები. აჰა. და აი რომ მოყვა შენს შესახებ ცოტა მეტი და როგორ შეძელი ის, რაც უმეტესი მებრძოლი ბრძოლა ურჩევნია ამ ვიდეოს ჩაწერას და შენი გამოცდილება რო გაგვიზიარო. კი, რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ანუ აღმოვაჩინე რაღაც 13 წლის. ჩემი თხოვნა ცოტა ახლოს მიკროფონთან რო ისაუბრო. დაახლოებით 33 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მაგრად ვკაიფობდი სწავლით თურმე რა. ხო და ძალიან ბევრი სფერო დამაინტერესდა და ერთ-ერთი იყო ციფრული მარკეტინგი. ეს იყო ალგორითმები, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ. მით უმეტეს დამჭირდა, ერთი პატარა კომპანია მაქვს, ერთ-ერთი პატარა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ვარ, კოფეინის. და კოფეინისთვის დამჭირდა სოციალური ქსელების მართვა და ამის ორგანიზება. მაგრამ CMM სპეციალისტები ძალიან ძვირს ითხოვდნენ და ამისთვის დავიწყე ამ ყველაფრის შესწავლა. აბსოლუტურად სიღრმისეულად შევისწავლე ყველაფერი. მე თვითონ მართავ სამ სოციალურ პლატფორმას კოფეინისთვის და ასევე ეს ცოდნა გამოვიყენე გრიზლის პირადი ბრენდის ასამაღლებლად. კი ბატონო, გრიზლის ბრენდის ასამაღლებლად და გამომდის, ძალიან კარგად გამომდის. მხოლოდ ის არ არის, რომ ვიდეო ჩაწერო, ეს არ არის ყველაფერი, იმიტომ რომ აქ ერთ ვიდეოში ძალიან ბევრი ხრიკი უნდა გამოიყენო. უნდა დაიწყო მაგალითად ჰუკით, რომელიც არის ისეთი, რომ პირდაპირ დაიჭირო მაყურებელი და არ აქვს სკროლოს, იმიტომ რომ მილიარდობით ვიდეოა და შენ რატო უნდა გიყუროს. მაგალითად, რა ვიცი, ბევრი კაუჭი არის ამისთვის, რომ ეს გააკეთო. მაგალითად მოვიყვან როგორი არ უნდა იყო რა. არ უნდა დაიწყო გამარჯობათ მეგობრებო, მე ეს ვარ, აქედან ვარ, იქ ვიბრძვი, პირდაპირ საქმით უნდა დაიწყო და რაც გინდა რომ მიაწოდო, რაც გინდა რომ უთხრა, ეს უნდა აკეთო რა. ხო და ეს ყველაფერი ნასწავლი მაქვს და ზუსტად ვიცი, ყველა ვიდეო რაც გამიკეთებია, ზოგი ხუმრობაც იყო, მე და გიოფაციას ძალიან გამოგვივიდა. იმიტომ რომ სოციალურ ქსელებში აქტიური არის ეს ბიჭი. ფაციამდეც უკვე მაგარი შედეგები გქონდა. კი, მქონდა და ვეძებდი რა, იმ ისეთ ადამიანს რა, ჩემი აქტიურობით, რომ აი როგორიც მაგალითად გიოფაციაა და მე ახლა შეიძლება გიოფაციამ გამომიწვია, მაგრამ მაინც მე ვიპოვე ჩემი აქტიურობით ეს კაცი რა. კი. ბექა კორტავასთანაც ხო გქონდა რამოდენიმე კოლაბორაცია. კი, მქონდა. ანრი, შენ მესიჯებზე ცალკე ყურადღება მინდა გავამახვილო, იმიტომ რომ ჩემი ყურადღება მიიპყრო. და ამ გაზიარებულმა ფილოსოფიის ნაწილებმა, რაც წარმოთქვი უშუალოდ გამას ჭრილში და როგორც გიყურებ ზოგადად სხვადასხვა ფილოსოფია არ გაქვს გამასთვის ცალკე, ცხოვრებისთვის ცალკე, რასაც გიყურებ, ექსტრაპოლაციას ახერხებ აქედან იქით და პირიქით.
კი ბატონო. ძალიან სწორი შენ სიტყვებს ხშირად ვიყენებ. გამავისთვის არისო რომ. არ არის პრობლემა. ნუ ერთი სიტყვა გამოგჩა, მაშინ რკინის გამოგჩათ რა. ოკეი, კი ბატონო, კარგი. დიდი რკინის ყვერები. კარგი, კარგი. აი ესეთი ხალხი იბრძვიან გამაში. კი ბატონო. ნუ ამ კაცს წინააღმდეგ უბრალოდ რინგზე რო გახვიდე უკვე საჭიროა ეს კომპონენტი უბრალოდ უზარმაზარია კაკუნით უნდა მოდიოდი არის ვითხარი შენ ბექგრაუნდზე რომ ანუ აი სპორტში რამ მიგიყვანა უშუალოდ კრივი რატო აირჩიე იმიტომ რომ ატენის ხეობა გორი უფრო მოჭიდავეებით არის ცნობილი და რავი ატენზე რომ მოგვიყვე შენ თავზე მოგვიყვე იმიტომ რომ არ არის შაბლონური 38 წლის 140 კილო 2 მეტრიანი კაცი რო ჩხუბობდეს გამაში შეიძლება 2 მეტრი არ ხარა 1.90 15 ნუ 5 სანტიმეტრი და 140 არის ფაციას მე კიდე 10 კილო დავიკელი 122 ხო ეხლა ეს წონა ვარ კი ბატონო ეს პრეტენზია წარმოთქვა რატო არაფერს მეუბნები რომ დავიკელიო და მართალი გითხრა ესე დაკვირვებით არ შემჩნევია რა ეხა გეუბნები მალადეც 140-დან 122-მდე ჩამოსვლა უკვე სერიოზული რეზულტატია 10 ვიყავი გადაცილებული ფაციასთან რო ვიჭხობე 140 აი ყველაზე მეტი 138-მდე ხო ასულხარ როგორც ნალაპარაკებია 155-იც ვიყავი კი და ყოველდღიურად ანუ ეს ჩემთვის სწავლა და სპორტი არის თანაცხოვრება რა ერთმანეთთან თანაცხოვრება ჩემთვის იმიტომ რომ თუ განათლება არ გაქვს წონის კლებაში აზრი არ აქვს ვერ დაიკლებ რა თუ განათლება არ გაქვს ან დაიკლებ ისე რომ დაიტანჯები თავსავნები კი და დასტრესავ ორგანიზმს და მე ისე მალე მოიმატებ და ნუ საჭირო არის რა ცოდნა ყველაფერში და მომწონს ესეთი კოლაბორაცია რო ვქმნი ჩემს ცოდნასთან და სპორტთან რა კეთილი აი უბრალოდ მეტი რო ხო მოგვიყვე აი რითი დაიწყე იმიტომ რომ დოლიას გამოვიცი რაღაც ამბები რომ ბავშვობიდან თურმე იცნობთ ერთმანეთს და ნუ მონაყოლი აქვს და მინდა რომ მაყურებელსაც ვაცნობთ რა ცოტა მეტად რომ მოუყვეთ შენს შესახებ გიოზე ვიტყვი დოლიაზე რომ ანუ მე როცა არ ვიცი წლები რამდენია ჩემი და გიოს შორის განსხვავება როცა ბოქსაობდი ხოლმე გორის ერთ-ერთ დარბაზში მაშინ მოიყვანეს ერთი პატარა ბავშვი რა ძალიან პატარა იყო 4 წლის და გრუშასთან დააყენებდნენ ხოლმე და ანუ რობოტივით იყო რა ეს ბავშვი და ზუსტად იმას იმეორებდა რასაც მასწავლებელი უბნეოდა რა ტრენერი და ძალიან დამამახსოვრდა ეს ბავშვი ნუ მე სპორტის აკადემიაში ჩავაბარე მე ჯარი იყო ჩემ ცხოვრებაში კიდე ძირითადად ანუ კრივით იყავის ამ საბრძოლო სპორტიდან დაკავებული ხო პროფ კარიერა არ ქონია არა ნუ 18 წლის ვარ ძალიან საუღნიშნეთ და მაშინ როცა მე ვიყავი სპორტის პიკში ჩემი თავის ანუ ყველაზე ძლიერი ვერსია როცა ვიყავი და ამ სპორტში განვითარების კუთხით შემეძლო რომ მიმეღწია რაღაცას ძალიან დაბალ დონეზე იყო ყველაფერი კი ჩვენ ხარჯავდით ფულს მაგალითად იმაშიც კი რომ თუნდაც სიგელი რომ მოეცა ვინმეს მანდაც ფული უნდა გადაგვეხადა და იმაში არ იყო საუბარი რომ ანუ ტურნირებზე წასვლელი მაყუთით ჩვენ უნდა გვეჩალიჩა და ჩვენ რა შოვლებს მაშინ არ გქონდა არანაირიაფერი შოვლებს მეგობრებს კი და ვიზაც მიწდებოდა ხელი ანუ ესე იყო და მე რომ მოვედი ორგანიზაციაში როცა ჩემი სპარინგი ჩავატარე გიორგი დოლიაშვილი იყო მთავარი მსაჯი რა და ნუ თან ისი არის რომ გიოს შობლებსაც ვიცნობდი და არ ვიცოდი რომ გიო იყო ეს კაცი ყოველთვის ვეკითხებოდი გიო რა შვება ისე ვის პატარა მეგონა მაგრამ მოვედი ორგანიზაციაში და ერთ-ერთ თანამდებობაზე დამხვდა ეს ადამიანი და როცა სპარინგებზე ვიყავი მაშინაც კი ვერ მივხვდი რომ ეს ის ბავშვია რა მე გავიაზრე და მე აღმოვაჩინე მამამისთან ერთად რომ ესაა ჩემი გიო ნუ ესეა და კიდე გიპასუხებთ იმ კითხვაზე რომ ანუ
წეღან შემეკითხე რატო და რისთვის ვაკეთებ ამას ამხელა ადამიანი, ხო? ძალიან იშვიათად შემხედრია ჩემნაირად გადარეული ბებერი, რომელსაც ჭუბი ესე დონეზე წყურია და შენ ხარ ფაქტიურად ეს გამონაკლისი ხა მე და გიგას გარდა ერთ-ერთი ვინც ნახე ჩვენ წლოვანების დაახლოებული შენ ხარ თან შენ ჩვენზე მეცახერხებ ხა რეალურად შეიძლება უმიზეზოდაც არა ხა ვიჩხუბებდი ხო მომენტ რომ არ მქონდეს წასაყვანი და 1000 სხვა საქმეს აკეთებელი მაგრამ რაღაც დონეზე შურს კიდევაც პირდაპირ ვიქნები და ვიცი რომ კარგი შურით შურს და ხო ანუ ეხა ცუდი შურით ნახდათ არა მაგრამ იმას ვიძახი რომ იშვიათია რომ კაცმა ასეთ განსაცდელში ჩაიგდოს თავი და მით უმეტეს ასე კარგა გაართვას თავი. კი ბატონო. თან შენ გიგემია საკმაოდ ხმამაღალი მოგებაც და საკმაოდ მწარე წაგებაც. კი ბატონო. და ორივე სიტუაციიდან ძალიან სწორად გამოხვედი რა. ანუ ვერ დავინახე რომ რაღაც გაყოყოჩდი ამ მოგებით და გადაირიე ბევრი მინახია ასეთი რაღაცა და ვერც ის დავინახე რომ ამ წაგება მოგტეხა ან რამე თავის თავადად ამაღლება ხდება მოგებით და ცოტა დაითრგუნები წაგებით მაგრამ ზუსტად იმიტომ ხარ მებრძოლი რომ არაფერმა არ ამოგაგდოს კალაპოტიდან და შენში ეს დავინახე და ვაფასებ და ზოგადად რომ მითხრა 38 წლისა რომ გადაგრია თან ჩემსგან განსხვავებით ახლა შენი ანთროპომეტრია და რამე უფრო მაღალ ფსონებს მოითხოვს ჯანმრთელობის ხრივაც ძალისხმევის ხრივაც თუმცა თაფლი დაატენი უფრო გიწყობს ხელს ვიდრე მე სოფელი ძალიან მაგარია სოფელში მითხარი ძალიან გამიგრძელდა კითხვა როგორ გადაწყვიტე 38 წლისა ჭუბი ანუ წეგან აღნიშნე რომ 155 კილოც ვიყავი რა და როცა სპორტის აკადემია დავამთავრე იმის მე დავამთავრე ჩემი კარიერა იმიტომ რომ არანაირი პერსპექტივა არ იყო და მოვიმატე ძალიან ბევრი ერთ წელიწადში 40 კილო მოვიმატე და მე ატენში მოგეხსენებათ კაი ღვინო გვაქვს კაი ბუნაგები გვაქვს ყველას კაი ატენური კაი გორული მწვანე ყველაფერი მოდის ჩინური იქ ჩემ სოფელში ატენში ყველას თავის ბუნაგი აქვს და კაი ღვინო აქვს ყველას რა შევძრებოდით ხოლმე ეხლა უშუალოდ ატენში გაქვს სახლი? კი ატენშიც მაქვს და უფრო მაღლა ბოშურისკენაც კი პატარა ქოხი მაქვს რა მაგრამ ვიან თუბანში ისწორდება იფნარა ქვია ის ზემოთ იქნება არ ვარ ბოშურიდან არის 4 კილომეტრი მე ყველა ანთუბანში ვარ ნაყოფით მაგაზე მაღლა ყველა ანთუბანი ბოშურიდან პირდაპირ არის და იფნარა ცოტა მთაზე არის რა ზემოთ ასავალი მაგარი ადგილებია ვიდეოებში რა ძალიან მაგარი კი და ჯერჯერობით ყველაფერი არ ამიტვირთია სოციალურ ქსელებში და არ წარმომიჩენია თორე ატენის ჯერ ატენი არის დასათვალიერებელი იმხელა კულტურული ძეგლებია იმხელა მე სიონში ვარ მონათლული მართლა მაგარია მე-5 საუკუნის ძეგლია და უძველესი ძალიან მიყვარს დრეში ვარ ფეხით გადასვლელი ლაშქრობას ვაკეთებთ ბავშვობაში ძალიან მიყვარს ეგ ხეობა იმხელა კლდეები არის ჯერ იმხელა კლდეები რომ აი ბევრი გორელი ჯერა ნამყოფი არ არის და არც იცის რა და ყველას გიჩვენთ რომ ატენში ზაფხულში მაინც ატენში აისეირნეთ და დინარის პირას მაგარი გაგრილდით თან დაათვალიერებთ გზად არის ყველაფერი ესე იგი სპორტს ვინც დაანებეთ თავი ეს დათვები გორულმწვანეს და ატენურ შევძვერით ყველა ბუნაგებში და გორულმწვანეს კი უზიარებთ ხოლმე ერთმანეთს ხა ჯემსას მივირთმევთ ხა ასე რომ ეს პრობლემა არ გვაქვს მე აი რამ გიბიძგა რომ დაბრუნებული ხავი და რა იყო აი ძირითადი ეს ნაპერწკალი რამ ბატონო კი როცა დავიწყე წონის კლება თან სწავლაც დავიწყე და მე ვხვდი რომ აი ძალიან დამევასა ეს ორივე ერთად და მე ვხვდი რომ უნდა დაინახო შესაძლებლობები იქ სადაც ხები ვერც კი ამჩნევენ მაგალითად ორგანიზაცია გამა აქ არიან მებრძოლები რომლებიც ზოგს 20 ბრძოლა აქვს ჩატარებული უკვე ზოგს 15
და იმ შესაძლებლობებს ვერც კი ამჩნევენ, რაც შეიძლება ამ ორგანიზაციაში დაინახო კი არა და არსებობს. იმხელა შესაძლებლობებია, პირველ რიგში საკუთარი თავის წარსადგენად, წარმოსაჩენად და ასე შემდეგ, აი ძალიან ბევრი ისეთი შესაძლებლობები შეიძლება რომ აღმოაჩინო, რომ მე კიდე ფიქრობ, კიდე ბევრი რაღაცა არის რა, აქ რაც კიდე ჯერ მეც კი არ აღმომიჩენია რა და აი ამის გამო მოვედი, თან მინდოდა რომ სპორტს დავბრუნებოდი. პირველად კონტრაქტს რომ მოვაწერე ხელი, თქვი ვიდეოც მაქვს, აპინული მაქვს ახლა ყველა სოციალურ ქსელზე, რომ ორი რაღაცის გამო მინდა ვიჩხუბო. გამარჯვებისთვის, რომელიც მასწავლის თავმდაბლობას და მარცხისთვის, რომელიც მასწავლის განვითარებას. მე უკვე ორივე ვიგემე, ორივე მაგარ ბიჭებთან, ეს ორივე ჩემი ძმაკაცები არიან უკვე და მე ორივე შევიგრძენი ეს განცდა, როგორია იყო გამარჯვებული და როგორი იყო დამარცხებული. ანუ მე ცალკე აღნიშნა მინდა რომ ძალიან ადამიანურად, ძალიან ვაჟკაცურად, ძალიან სწორად გააკეთე ორივე. კი, რა თქმა უნდა. ორივე. გიორგი ხრიკულის ხედავ თქვენს ურთიერთობას და ვამაყობ რაღაც დონეზე ჩემი ბრალიც არის და ჩემ აქტივშიც ვიწერ და საამაყოა და სამაგალითო რომ ასეთი სასტიკი ბრძოლის მერე ასეთი ურთიერთობები ჩამოგიყალიბდათ და იგივე ფაციასთან ბრძოლაც და თქვენი ურთიერთობა გინდა ბრძოლამდე თუ გინდა ბრძოლის მერე დაჟე ეს გადაობა ტრეშ თოკიც არისო რაღაც უფრო შაირობას გამო, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ამის მთელი ისტორიის ყურება და ეხლა ისტორია გრძელდება, იმიტომ რომ ურთიერთობა ხო არ დამთავრებულა ადამიანთან და დღემდე ადგებით ერთმანეთს და ძალიან მიხარია ამის ყურება. ძალიან მიხარია რომ შენ ჩვენს ორგანიზაციას ამშვენებ. იმედია რინგი არ გიჭერს. ცოტა დავიკელე ხა აღარ მომიჭერს. ხო, ძალიან მაგარი ბრძოლა გველის წინ, ურჩხულების ბრძოლა, გრიზლი გოძილას ჩაეჭიდებიან ერთმანეთს. და ნუ რავი, ეს კი აქ იყავი უკვე კი გაიგე რომ შენ ძალიან სწორად ამუშავებ შენ სოციალურ ქსელებს, იგივე ეს ბილეთების მხრივ და რამე ერთ-ერთი რეკორდული მაჩვენებლები შენ მოხსენი და შენთვის ორმაგად კიდე უფრო საინტერესო იქნება, ვინაიდან შენ ხარ პირველი, ვინც ამ რეზულტატს დებ შენი სოციალური აქტივობით. და გამატივიდანაც იანვრიდან ყველა ვინც გადაიხდის შენი პრომოკოდით სხვა პირობები გექნებათ მეტად უკეთესი და თქვენს მეშვეობით ჩვენს ხეირობთ და თქვენს პირდაპირ დაინახავთ იმ ლოგიკას თუ როგორ დაჯილდოვდება თქვენი სამსახური. მე უბრალოდ ვისურვებდი უმაგრეს ბრძოლას და ვინაიდან ხშირად გეხსნებიან მეტოქეები, ვიმედოვნებ რომ ეს ბრძოლა არ გაიმეორებს იმის ბედს, თორე რავი, 5 ჩანიშნული ბრძოლიდან 2 იჩხუბება. 2 იჩხუბება. ხო, ეს მე-6 ჩანიშნული იქნება, იმედია რომ მე-13 ბრძოლა შედგება. იმედია, კარგად ვარ მომზადებული ამ ბრძოლასთვის. და ზოგადად ბევრი სიახლე გველის, მე მიხარია რომ შენ ჩვენი გუნდის წევრი ხარ. უბრალოდ სანამ დაგემშვიდობებოდი, ცოტა მეტი მინდა რომ გაგვიზია რომ შენს აი პირადზე, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, ბიზნესი რო გაქვს კი გითხარი, ბავშვებიც გყავს, როგორც ვიცი, ამაზე მინდა რომ ცოტა მეტი მოყვე და ატენზე უშუალოდ, ანუ თაფლსაც აკეთებ, შენით აშენებ, როგორც ვიცი, ხო? არა, ნუ. არა? თუ ეგრე გამოჩნდა პოსტა. თაში როგორც აღნიშნე, პატარა ქოხი მაქვს, იქ მეზობლები მყავს და იმათ აქვთ ესეთი მეურნეობა, ძალიან ბევრი არა, მაგრამ ფუტკარი ყავთ და დაბადების დღეზე ერთი სკა მაჩუქეს, ძირს ეძახიან როგორც მახსოვს, ერთი ძირი სკა მაჩუქეს და
3-მდე ავიდა რა, ეს გამრავლდა თავისით რა, ну ისე კაცი უვლის. ჩემი ტოლია ზუსტად 28 წლისა. ისე ის ადამიანი უვლის, მაჩუკა, მე უვლი და თაფლსაც მაძლევდა მეტი, მე არაფერს არ ვაკეთებდი რა. კაი მეზობელია. ძალიან მაგარი ნიკოს მოკითხა. და ატენი კაი თაფლია. მე ხო მაჩუქე. Live-ში თქვი TikTok-ზე მგონი და გრიზლიმ გაიგო და კი live-ში პიტმა თქვა კიდე რომ მეც მაჩუქეო და მე პიტს და დოლიას ჩამოგვიტანე. ხო და ვიცოდი რომ პიტის მეუღლე იყო ფეხმძიმეთ და რა თქმა უნდა პირდაპირ გამოუგზავნე რა. კი არა და ჩემი ხელით ჩამოუტანე რა და ატენი კიდე ისეთი სოფელია რომ ძირითადად ვაზი და მეტი ისეთი არაფერი არ მოყვავს, კლდეები და საკალმახეებია კარგი. კი, დინარეც კარგია და აი ვაზზე მინდა რომ აღნიშნო რა, უფრო ეს კულტურაა ჩვენთან ძალიან მაგარი, სამშობლო არის, ვაზის სამშობლო ატენი, ჩინებულის პირდაპირ სამშობლო როგორც მაგალითად ხვანჩკარა, სოფელი ხვანჩკარა არის, ამ ჯიშის სამშობლო ესე არის ატენი, ჩინებულის სამშობლო და ეს კულტურა ძალიან გვიყვარს, როგორც ვაზის მოვლა, ასევე რა თქმა უნდა დალევა. ფისარ უყვარს. ხო და ნათქვამი არის რომ ვაზის მოვლა ლოცვას გავსო რა. როცა ხეივანზეა, ხელები მაღლა გაკაპყრობილი და ესე უვლი და ეფერებიო და როცა შარებზეა, იქ მოხლმოდრეკილი უვლიო და ესეთი კულტურა გვაქვს, ესეთები ვართ ყველა რა, იქ მართლა ყველა ჩემზე დიდი გრიზლები არიან, ყველაზე პატარა გრიზლი მე ვარ, სოფელი ატენიდან კი და ძალიან მშვიდი, ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს და ხარს მიჭერენ რა თქმა უნდა და ფიქრობ რომ ეს მარცხი არ იყო რაღაცა ჩემი გორის ან სოფლის სახელის გატეხვა რა, უბრალოდ ვერ შევძელი და მაინც ფიქრობ რომ შეუძლებელი არაფერია რა, მაგრამ ამ ბრძოლაში მე უბრალოდ დავმარცხდი მებრძოლთან, რომელსაც ერთი დღე არ შეუსვენია, დღე და ღამე ხო, ფაცია, სერიოზული მებრძოლია და короче, ამაზე ჩვენ უკვე მე ჩემი შეხედულება გითხარი ძალიან დასტოინად მოიქეცი მოგების დროსაც და მარცხის დროსაც. კი, ჰეითი არის ხოლმე ყველაზე რთული პრობლემა და დიდი პრობლემა, აი რისიც ეშინიათ ადამიანებს რა, მაგრამ მინდა მივმართო ეხა ყველა გამას მებრძოლს და უთხრა რომ თუ შენ ელაპარაკები კონკრეტულად შენს აუდიტორიას, იმ ადამიანებს, რომლებსაც შენი ყურება მოსწონთ და შენ გბალეშკობენ, გულშემატკივრობენ, შენ სხვა ადამიანისგან არც უნდა მიიღო ჰეითი, იმიტომ რომ არც უნდა გაინტერესოს. მოდი ესე ჩაუღრმავდეთ უფრო მეტად, რომ როცა შეზღუდულ რესურსს, დრო ხო შეზღუდული რესურსია. ხო არ გვაქვს სამუდამოდ. გამოგველება სამწუხაროდ 100 წლის შემდეგ რა და როცა ვიღაცა თავის შეზღუდულ რესურსს უთმობს იმას, რომ გაღიზიანოს და იქ თითები არ გააჩეროს და ძალიან ცუდი სიტყვები დაგიწეროს, აი თავის შეზღუდულ რესურსს ამაში რომ ხარჯავს ადამიანი. შესაძლოა. იმას რანტო უნდა მიაქციო ყურადღება, აი მართლა ცოდო არის ესეთი ადამიანი და კიდე ყველა იმ ადამიანს მიმართავ ხარი დაუჭიროთ ერთმანეთს, ქართველები ვართ. სულ რამდენი დავრჩი თავი. ხო და 3.5-იო იძახია. ბულინგით და ერთმანეთის ლანძღვით. პირიქით ხო ერთმანეთის თავის გატანა უნდა ვისწავლო. კი, ვერავინ ვერ წავალთ წინ რა. შეიძლება მე მაგალითად დამატორმოზოს ვიღაცა ამით, რომ მაბულინგებს, მაგრამ მე ნასწავლი მაქვს და ვიცი რომ ამას არ უნდა მოусმინო და რატო არ უნდა მოусმინო ისიც კარგად ვიცი რა. მაგრამ იმან არის ის, ვინც ამას წერს და ძალიან ცუდია, რომ ვერც კი იაზრებს რამხელა ფასი შეიძლება გადაიხადოს თავისი სიტყვებით. იმ მებრძოლის გაჩერებით, დატორმოზებით და იმის დაბულინგებით რა.
კი ბატონო. იმიტომ რომ შეიძლება შეწყვიტოს ვიღაცამ საერთოდ 100%-იანი ხარ და სრულიად პირიქით საპირისპირო როლი ამავდროულად სხვა სიტყვები რო დახარჯოს და მხარში დგომა გამოიჩინოს და არა ჩაძიროს ისედაც ასე ვთქვათ დაზიანებული კაცი. სხვა სიტყვები რო დახარჯოს შეიძლება სრულიად საპირისპირო როლი ითამაშოს მის ცხოვრებაში. კი. მე ცალკე ჩემს კონტენტში მინდოდა რომ ეს ვიდეო ჩამეწერა რა. ანუ Facebook-ს აქვს ესეთი ფუნქცია რა. თუ ვიღაცა გაბულინგებს ან არ გიწერს ისეთ კომენტარს რომ არ მოგწონს, უბრალოდ შეგიძლია რომ არ დაბლოკო, შეგიძლია დაბლოკო კიდევაც, მაგრამ შეგიძლია არ დაბლოკო და ამის კომენტარი უბრალოდ დამალო. ხო. და როცა კიდე დაგიწერს, შეიძლება რომ დაწეროს, შენ და ის ადამიანი ხედავთ მხოლოდ. და მარტივი გადაწყვეტილება. კი და რა არის ამ ყველაფერში ყველაზე მაგარი? ანუ როცა გეოფაციასთან დავმარცხდი, აი ძალიან ბევრი მიწერდა ცუდ კომენტარებს რა. და უბრალოდ ვმალავდი და მაინტერესებდა ეს ადამიანები მაშინ, როცა გაივლიდა ჩემი მარცხი, ნუ დაავიწყდებოდათ თუ როგორ ხდება ეს ზუსტად არ ვიცი, ნუ შეიძლება ავიწყდებათ, შეიძლება სხვა ყურადღება გადააქვს. ხო, სხვაზე გადააქვს ყურადღება, ან შეიძლება გავიმარჯვო. შეიძლება სხვა ბრძოლაში გავიმარჯვო, ან შეიძლება რამე ისეთი ვიდეო ჩავწერო, რაც ისევ იმ ადამიანებს მოეწონებათ, ვინც მაბულინგებდნენ, მაგის გამო ვმალავდი და მაინტერესებდა ეს ადამიანები, თუ ოდესმე დამიკომენტარებდნენ, ისევ გამოჩდებოდნენ ჩემთან, ოღონდ მე ვნახავდი და მარტო ის, ვინც დამიკომენტარა. და ესეთები არიან ძალიან ბევრი, ვინც დავმალე და ეხლა მიწერს, მიდი ძმაო, მიაწექი, გელი ხარ, გრიზლო, რაღაცა. და აი ძალიან სირცხვილია რა. მე ვიცი ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აუდიტორია არიან ეს ადამიანები და მე ვხედავ ამათ, რომ ამათი კომენტარს სხვა ვეღარ წაიკითხავს და უბრალოდ სირცხვილია, რომ ანუ ერთი ადამიანი ჯერ ჩემს კონტენტზეც აი ყველა გადაობდა პირველ რიგში მე ყველაზე მაგრად ვკაიფობდი და მე ვასებოდა რასაც ვაკეთებდი და ყველა აბსოლუტურად ყველა მიწერდა გვევასები გრიზლი ბებერ და რაღაცა მე დავმარცხდი მაბულინგებდნენ ისევ ეს ადამიანები და ეხა ისევ მიწერენ რომ გელი ხარ გრიზლი ხარ მიდი მიაწექი და უბრალოდ ქართველები ვართ ცოტა ვართ და ესე ერთი ადამიანის მიმართულებით ამდენნაირი იყო არ მესმის მე აი უბრალოდ ვერ ვიგებ რანაირად უნდა იყო ერთი ადამიანი ან გიყვარს ან არ გიყვარს ხო ნუ ეხა ადამიანის გუნება ეგეთია უბრალოდ რომ რაღაც ლოგიკური ის მივცე სახე ამას მე მოუწოდებდი ჩვენს მაყურებელს რომ აი ზუსტად ის სიტყვები რომ ეს რესურსი, ხო, რაც წუთი სოფელში ძალიან პატარა დრო გვაქვს. რეალურად გამოიყენეთ იმისთვის, რომ თქვენი გამაშექმნათ, ხო, ვიღაცა თქვენი შექმნით. ხა მე გამაზე შემტკივა გული მიყვარს ეს საქმე, სრულიად ჩართული ვარ. ხა შენი საქმე გაქვს, ნუ ჩვენ საქმეს ერთად ვაკეთებთ. ნუ კოფეინი რო ახსენე, ხო? დიდი ალბათობით გიყვარს და სიყვარულით აკეთებ ამას. ვიღაცას, რავი, ყვავილების მაღაზიის გახსნა უნდა, ვიღაცას, რავი, რაღაცის გამოძერწვა, დახატვა, ყველას ჩვენი მისწრაფება გვაქვს და ხო არ ღირს რომ ის დრო შენი თემა რო შექმნა, მაგაში დახარჯო, ვიდრე სხვას გაუფუჭო, ან უბრალოდ რაღაცა ჩირკი მიასხა მის განაკეთებს. ესენი არიან ადამიანები, ვინც ყოველთვის ცდილობენ სხვების შეცვალონ. ამ დროს იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ თავად არიან შესაძლებლები და არავის არ ჭირდება შენი შეცვლა. მით უმეტეს ცუდი კომენტარით. ხო, ვერც შეცვლია ცუდი კომენტარი. ვერც ვერავის შეცვლია. დემოტივაციას მოახდენ. დემოტივაცია მეტი არაფერი. მოტივაციას ეგენი ვერასდროს მოახდენ. კონკრეტულად იმ პირს რა აი რა ხერს იპოვის თვითონ ის ალბათ თუნდაც სიტყვაზე მისი სიტყვების გამო
გიპოთეტიურად შენ ან ნებისმიერმა სხვა მონდომებულმა ვაჟკაცმა დაანება იმ საქმეს თავი, რაც უნდოდა, რასაც ებრძოდა და სადაც გამარჯვება უნდოდა. შენ რა, კაი, დაანება, შენ რა. ნუ ალბათ ერთხელ გაიცინებია, ღმერთმა დამიფაროს მაგ დონემდე ვიფიქრო, არც კი მინდა რომ ვიფიქრო რა. არა ლოგიკურია. მაგრამ აქ რო ბიჭები კაკაკუკითადიან რკინის ყველებიან ბიჭები. აი ეს სხვა რამეა უკვე რა, აქ რო ახვიდე რინგზე, ნუ მაყურებელმა შეიძლება არ იცის, აქვე არის გამას ფაით ჰოლში ვართ რინგი და ნუ აქ რო რინგზე ახვიდე, მაგას დიდი ვაჟკაცობა უნდა და ძალიან დიდი შემართება და მოტივირებული უნდა იყო და მომზადებული უნდა იყო და დიდი სიმამაცე. ამ კაცს რო შენ ვიღაცა ტელეფონის უკანა მხრიდან აბულინგებ, ძალიან დიდი სირცხვილია რა. ეთილი, ეს იყო გრიზლი მეგობრებო, უზარმაზარი. ატენელი, ჩემი თანამემამულე გორელი. დიახ. მე ამაყები გრიზლი, მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ. ძალიან მაგარ ბრძოლას ველით 13-ში. იმედია რომ გოძილა გრიზლისკენ, გრიზლის წინააღმდეგ და ხო, მეც რავი, წინაპირობა არანაირი არ აქვს, რო არ შედგება და თუ ეგრე დარჩეს. 13-ში გიხილავთ. კი ბატონო. შენ დიდი მადლობა დღეს სტუმრობისთვის. კაკაკუკით მოვდივარ. ეთილი. ისევ აქ ვართ, გამარჯობა ისევ პატივცემულო გამას მაყურებელო. ჩემი სტუმარია პიტბული. გამარჯობა პიტ. მოგესალმები გიო და ძალიან კარგად იდეალურად შეიძლება ითქვას რა. ნო, პიტ, ზოგადად MMA-ის როგორც ვიცი ადევნებ შენს თვალს მიუხედავად იმისა, რომ შენი სპორტი მუშტიკრივია. სხვა არაფრის არ აქწამს. არა, სიმართლე გითხრა არ დაგეთანხმები. უბრალოდ ესე მომიწია, რომ მუშტიკრივი რადგან დავიწყე, თან იმას აქში ვარ, რომ ახლა წლები ვერ მოვემზადები, არ მაქვს იმის დრო, რომ ჭიდაობა შევისწავლო იმ დონეზე, რომ MMA ვიბრძოლო და ასე შემდეგ და ბაზა რაც მაქვს მუშტიკრივი, ქუჩიდან მოყოლებული, მირჩევნია ეს მაგას მიყვე. მოვეჭიდო და ბოლომდე მივყვე რა. რა მინდა კითხო იცი რომ აი შენ როგორ თვლი რაღაცა ფოლადამრას თქვა ხო რომ აი მუშტიკ ნუ ზოგადად რო გვადარებენ მუშტიკრივს და MMA-ს ნუ როგორც თქვი აბსურდია აქაც ბურთია და იქაც ბურთია ამიტომ კალათბურთი და ფეხბურთი ერთმანეთს შევადაროთ ხო არალოგიკურია მე აქაც ჭუბია, იქაც ჭუბია, მაგრამ ნუ რა გვადარებებს არ ვცნობ რა, იმიტომ რომ საერთოდ სხვადასხვა სპორტია, საერთოდ სხვადასხვა დრაივია, სხვა, აი, სრულიად სხვადასხვა, როგორც სადადედავი წაისი განსხვავდება, იცი, ბევრი პროფ სპორტსმენი, რომელიც ნუ ხა 10,000-იან შეჯიბრებებზე უამრავ, ნუ უმეტესობა 99%-ს არა აქვს ნაჩხუბი თან ისეთზე რომ განაგაბუებენ პირიქით შენსკენ არიან. მაგრამ გამაში სხვა შეგრძნებებია. აი მე მაგალითად რკენაზეც კი ვერ მივიღე. აი, რავი, ბოდიშით რა, ისე ვიტყვი როგორც მუშტიკრივს შეეფრა, ის პრიხოდია, აი არის რა. არა, მართალია, გეთანხმები აბსოლუტურად. აქ რო რინგთან ვდგევარ, უშუალოდ აი აქ რო ჩხუბობენ და პახ. აი ეს ხლები რო გესმის და ხანდახან სისხლით შემწუწვია. საერთოდ სხვა შეიძლება მე ზე სადისტი თუ მოზახისტი ვარ თუ გიჟი ვარ ვაფშე მაგრამ სულ ესეთები ვარ და ეს უმეტესობას გვისწორდება რაც ვიცი და რკენაზე ძალიან მაგარი ივენთი იყო ეს მასის შეგრძნებაა მთავარი кайფი მაგრამ რინგთან მიუხედავად იმისა რომ პირველ რიგებში ვიყავი დიდი მადლობა ორგანიზატორებს რო დაგპატიჟეს პირველ რიგებში მაგრამ აი ეს ხო, ეს სხვა. მეც აღნიშნავ, მართლა კაი ივენთი გამოვიდათ. ეკრანზე მიწევდა ყველა. ხო, კი, ყოჩაღ ბიჭებს ძალიან კაი იყო მართლა, რაღაც თამასასავით დაიჭირეს უკვე რა, მაღალი დონის პირველივე შეჯიბრი და ძალიან კაია, მოხარული ვარ, მივესალმები. თუმცა მუშტიკრივის შეჯიბრებებზე ხდება საერთოდ სხვა რაღაცა რა, აი რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად აი 100%-ზე მეტით განსხვავდება რა. მე ვერ ვიღებ იმდენ ემოციას, დრაივის ხო. საერთოდ სხვა ემოციაა, საერთოდ სხვა დრაივია. ჩართული ხარ, უფრო ჩართული ხარ, თითქოს რაღაცა მაგნიტური, ხო, თითქოს მაგნიტივით გიზიდავს იქაურობა რა და საერთოდ სხვა არის რა.
კი ბატონო. ზოგ მომენტს დაჟე ვერც ვიმახსოვრებ ხოლმე რა, აი იმ დონეზე ჩართული ვარ ხოლმე, რო უყურებ როგორც მაყურებელი, რომ იმ დონეზე ჩართული ვარ, მე ვიდეოს უეჭველი უნდა უყურო, რომ ის მომენტები აღვიდგინო, თორე არ მახსოვს ხოლმე რა. ვიღაცა რომ ეკითხება, აი დღეს მეთქი მოიცა ჯერ ემოციებს ვერ ვერევი ჯერ გადავხარშო პროსტა. ბევრად განსხვავდება. მეორე დღეს რაღაც აი ახმელია კი არა, მეტი აი პროსტა პერედოზი მაქვს ხოლმე ემოციების რა, რომ აზზე მოსვლა მჭირდება, რომ აი პროსტა აზზე მოვიდე კვირა დღეს ადამიანად არ ვარგი ვარ ხოლმე. განა იმიტომ რომ სვავა რაღაც არა ემოციურად იცლები რა, კი ბატონო. და ზოგადად აი მუშტიკრივზე მინდა შეეკითხო ხა, ვინაიდან ძალიან ხშირი იყო ჩვენ გვწერენ, რკენას წერენ, მე პირადში მეკითხებიან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხა სისულელედ მიგვაჩნია შედარება, მაინც მოდი შევადაროთ. არის ის საფრთხე თუ არა, რომ ბევრი მაყურებელი რკენას უყურებს და გამათი აღარ დაინტერესდება. ეს ცოტა რაღაცა ცუდი შედარება არის ხალხის მხრიდან და ჩემი აზრით ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. ჩემი აზრით მუშტიკრივს, ჩვენს მუშტიკრივს, გამას მუშტიკრივს თავისი მაყურებელი ყავს, რომელიც თავიდანვე დაწყების დღიდანვე მოიპოვა და ჩვენ მებრძოლებმა შევიძინეთ ფან-კლუბი, გულშემატკივრები და ასე შემდეგ, ოჯახის წევრებიდან დაწყებული, სანათესაო, მეგობრები ასე შემდეგ და შეუძლებელია რამემ გადაფაროს. ჩემი აზრით, აი როგორც ახლა მეც ძალიან მოყვარული ვარ მუშტიკრივის და არა მარტო ქართულ უცხოურ ორგანიზაციებსაც ვადევნებ თვალს რა და ბეკაევსის გარდა რომელს უყურებ ხოლმე? ბეკაევსის ვიცი რომ ტოპ დოგს უყურებ ხოლმე. მე ტოპ დოგი მევასება. კლან FC-საც იშვიათად თუ ამომიგდებს ხოლმე რაღაცებს, მაგ შემთხვევაში ვნახავ. ეგენც მაგრები არიან, კაი ბიჭები არიან, უბრალოდ ხო რაღაც აღარ მიმიდის გული. ხო, ანუ რაღაც გერმანული ორგანიზაცია იყო, ეხა სახელი აღარ მახსოვს. კოცი ვაფშე რო კლავენ ერთმანეთს ასფალტზე რო ჩხუბობენ. არა, ეგ არა. რაღაც სხვა შეთავაზება მომივიდა დეკემბრის თვეში, ამ თვეში და ფიზიკურად ვერ მოვახერხე რა, ამ თვეში ბრძოლა. თუმცა მაქვს გეგმაში რა თქმა უნდა, მინდა სოფლიოს ძალიან გამიხარდება, როგორც აი ფოლადას უთხარი, რომ UFC-ში რომ აღმოაჩინო თავი, BKFC-ში შენ რო აღმოგაჩინო, ერთ-ერთი ჩემი ოცნებაა. შენთან ერთად ხვებიც თუ იქნებიან, რამდენიც იქნებიან, იმდენ მაგად გამიხარდება. კი, მაგრამ აი თითქოს რაღაც მიზნად დავისახე რა, რომ აი დიდი სურხო შეიძლება სხვაგან მეციხდიდნენ, ან უკეთესი რაღაც პრომოუშენები იყოს ან ორგანიზაციები, მაგრამ ახლა BKFC მუშტიკრივში ნომერ პირველი. პრესტიჟით, კი, სხვა ახლა ზუსტად არ ვიცი, სად როგორ რამდენ სიხდიან, სად რა პირობებია და ასე შემდეგ. თუმცა პრესტიჟის თვალსაზრისით პირველ რიგში რა თქმა უნდა, მინდა BKFC-ში მივიღო მონაწილეობა, რამდენიმე ბრძოლა მაინც რა, შეიძლება ვარსკვლავებს ვერ ვეთამაშო, თუმცა ჩემ გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებ ამის პირობას. შენ რო გაძლევ ხოლმე პირობას, ის პირობა გცრის ხოლმე ტანში ვიცი. კი ბატონო. Let's go. ხო, ანუ ჩემი მიზანი არის რომ გავიტანო ჩვენი ქართული მუშტიკრივი და ჩვენი ოცნება იყო რომ ვიწყებდით. კი. ისტორიას. კი ბატონო. ამინდა რომ ამიტომ რეალურად მე და გიგას ოცნებას აახდენთ ის მებრძოლი, ვინც ამ ქართულ მუშტიკრივს მინდა რომ აი მთელი გულით მინდა რომ გამას სახელით, საქართველოს სახელით და ჩემი სახელით მინდა რომ ვაჩვენო როგორია ნამდვილი ქართული მუშტიკრივი და ლეწვა მტრევა. ეს არის თითქოს ჩემი ზოგადად ოცნებები არ მაქვს, მიზნები მაქვს, მაგრამ მოდი ამას ცოტა ოცნებისკენ მაგრამ შესაძლებელი მიზანია ოცნებასთან დაახლოებულია, თუმცა ოცნებისგან განსხვავებული ის არის რომ რეალურია. კი, და მიზანი ოცნება მე რომ მოვინდომო UFC-ს ჩემპიონობა ეგ იქნება. არა, შესაძლებელი არის, კი ბატონო. უბრალოდ ცოტა რთული ამბავია, მაგრამ რაის პიტბული ვიქნებოდი სირთულეების რომეში. აქამდე არაერთი შეუძლებელი რამ შეძელი და კიდე ბევრი მაქვს შესაძლებელი. და ბევრი კიდე უნდა ტრუხაბაზრად აღარ არანაირად პიტ, უბრალოდ აი ესე პოპკორნით ჩავჯექი და უყურებ ნეტა გამოუვიდეს თქო.
მე მინდა შეგეკითხო იმაზე თუ საკმაოდ ზომბისთან ბრძოლებზე რო არ ვილაპარაკოთ, მე მგონი არ შეიძლება. იმიტომ რომ ორივე ბრძოლა იყო უდიდესი ომი, ერთმანეთი დალეწეთ, დაასისხლიანეთ, თუმცა არ გაქვთ არანაირი მის რაღაცა ნეგატიური მომენტია ეს. პირადული, ხო? პირადულად რაღაცას გიყო და მეორე ბრძოლის მერე სურათი ერთად დავჯექით და გაუზიარეთ გზნობები და რამე და აი ეს შემადგენელი ნაწილი რომ აგვიხსნა ცოტა უკეთესად, ეხა მე ძალიან მესმის და ჩემი ფილოსოფია არაერთხელ გამიზიარებია ჩემს ახლობლებისთვის, მაგრამ აი შენ როგორ უყურებ, იმიტომ რომ უნიკალურია ის ტრეშ-თოქი, ის დაპირისპირება, რაც შენ და ის ინტერესი, რასაც შენ აღვივებ ბრძოლამდე და თითქოს და ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ რაღაცა შუღლი და ზიზღი რო არ აქონდეს ადამიანის მიმართ, რომ შეძლო ასეთი შემტევი იყო. ბევრი ვერც არჩევს გინევას და იმ შეპირებას, რომ მე შენი მოგება მინდა, ან დაგლეწავ, ან ასე შემდეგ. და აი ცოტა უფრო რო გააღრმაო ეგ თემა, როგორ შეიძლება რომ ამდენ ემოციას გამოიწვევდეს ის ადამიანი შენში, რომელთანაც რეალურად მტრობა არ გაქვს და პროსტა ამ ეტაპზე გაქვს მოსაგები, ასე რომ ვთქვა. მოდი, აი მეც მაქვს ესეთი კითხვა შენთან არა, უბრალოდ მაყურებელთან მაქვს ესეთი კითხვა და აი თუ დაწერენ. არა, არ ვაგინებ. თუ დაწერთ კომენტარებში, აი მივიღებ და გავითვალისწინებ. ზომბი ჩვენ პირველ ბრძოლაში, ჩემის და ზომბის პირველ ბრძოლაში გამოირჩეოდა ამ ტრეშ-თოკით. ხო, პირველად ნახეთ რომ ზომბი ალაპარაკდა, პირველად არ იყო ახლა. ძირითადად პირველად იყო, იმიტომ რომ ასეთი დონის საუბარი პირველი იყო ყოველ შემთხვევაში ზომბისგან, თორე რაღაც მომენტები ქონდა იქამდე რა, კი ვიცი, მაგრამ პირველი იყო რომ არ მთვლიდა მეტოქედ, პირველი იყო რომ მიპირებდა მოკვლას, რაღაც საშინელებებს იძახდა და ამას რეაქცია არ მოყოლია ხალხისგან და აი ეგ მაინტერესებს და მე რო ვიძახი რომ დაგლეწავ ასე ღიმილით და ვეუბნები რომ არ გაქვს შანსი ვერ მომიგებ ეს უფრო ჩანს ვიდრე ის რომ მე მოწინააღმდეგე არ აღმიქვავს და შეურაცხყოფელიც არის ცოტა სადღაც რა ხო ხვდები მე ბრძოლს ეხები რაღაცა პიროვნულად ეხები რომ ვერ ხარ რა შენი მდონის რომ მე მეჩხუბო და აი რაღაც ცუდად ჟღერს უფრო ვიდრე აი ის დაგლეწავ ხო უნდა დაულეწო აბა რა უნდა ვქნა აი ეგ მაინტერესებს რატო ჩანს ჩემი და რატო არ ჩანს ხვისი მაგალითად გრიზლი როგორ არ ჩანს არა კი ჩანს მაგრამ დამოკიდებულება ჩემთან ნეგატიურია ბევრად ვილიანად წარადგინე ხო არა მაგას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ნეგატიური ხო პირიქით რა ვიცი არ არის პრობლემა წერეთ რაც გინდა წერეთ მაგრამ ასე ჩემი მეტად ჩანს ხოლმე თუმცა ალბათ მე თვითონ ისეთი პიროვნება ვარ და თვითონ აი რინგის გარეთაც ეხა ვიზუალურად რაღაცა საუბრის მანერით ცხოვრების განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე თითქოს უფრო უხეშად ჩანს ჩემი ნალაპარაკები და ჩემი ტრეშ-თოქი თუმცა ამის გარეშე აი პირდაპირ გეუბნებით ყველას რომ მე არ შემიძლია და ვერასდროს ვერ ვიზავ რა აი გაჩუმდი წარმატება უსურვე წადი იჩხუბე ხო და და რა ეგ მე საზღვრობად მიმაჩნია და რა აი ეგ კითხვა მიჩნდება და რა ვიჩხუბე და რა ხო ეგ არის პირფერობა კაცი უნდა გავსისხლო უნდა გამსისხლოს უნდა გამთიშოს და იმას ჩავეხუტო წარმატება როგორ უსურო ის ხო იმ მომენტში ჩემი მტერი მირტყავს ხო ჩაულებრივი მომენტი არის რა, უნდა მირტყას, უნდა მომიგოს, მე უნდა ვეცადო რომ იმას მოუგო. და ამას გამოვხატავ სიტყვიერად, ხო, შეურაცხყოფას არასდროს არავის არ ვაყენებ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ვის მიგებ? არა, მიმიყენებია. კაჩახიაზე თუ კაჩა ეხლა მაგინებინებ. დამასხები. შეიძლება კაჩახიაზე არის. აი, არა გინო. მაგრამ სხვა არ მახსოვს რაღაცა შეურაცხყოფა. არა, იყო რაღაც მომენტები არ გავიხსენებ, მაგრამ აი განსაკუთრებული შემთხვევა უნდა იყოს, რაღაც განსაკუთრებული ზიზღი უნდა გამოიწვიოს და უნდა შემეხოს პიროვნებაზე, ან თვითონ შეურაცხყოფა უნდა მომყენოს, რომ მეც ანალოგიური დაუბრუნო. მაგრამ ამის წინააღმდეგი ვარ ამ სპორტში ყველანაირად და მე თქვენთან ვარო, ხო, შეურაცხყოფა არ მომწონს, არ მიყვარს, მაგრამ მე მიყვარს ჯანსაღი
სიმართლე რაც მინდა გაუკეთო ადამიანს რომელსაც უნდა ვეჩხუბო და მე შემიძლია რომ ჩავეხუტო კიდევაც ბრძოლის მერე და აი როგორც მე და ზომბი წეღა რო იძახთი მაგალითად ძალიან კარგი ბიჭია პიროვნულად პატივსაცემი ადამიანია ჩამოყალიბებული ნორმალური წესიერი ბიჭია და რატომაც არა ხო ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა მაქვს ვერ გეტყვი რომ ძმაკაცობ და ასე შემდეგ მაგრამ გამოვარჩევდი ბევრი მებრძოლისგან მის პიროვნებას რა და მინდა აი ესეთი თხოვნასავით გავაჟღერო რომ აი იყავით ზომბისნაირები რო არ თქვა ჩემნაირები იყავით თქო იყავით ზომბისნაირი მებრძოლი ბიჭები მოდით იჩხუბეთ გააკეთეთ გასაკეთებელი და წადით გინა ილაპარაკეთ გინა ნუ ილაპარაკებთ ეგ ხა ინდივიდუალური ამბავია რა ზოგს გამოზდის ზოგს ვერ გამოზდის იყავით ზომბისნაირები მეგობრებო რა მაგარი ზომბის როგორც მინიმუმ ვერ დაენდურები იმაში რომ ბრძოლებს არჩევს და ამე ხო არა ანუ ძალიან მაგარი მებრძოლი ბიჭია რა აგებს იგებს თავს ისეთ განსაცდელში იგდებს უპირველეს ყოვლისა თვითონ ეხა ელგუჯასთან თითქოს და დამთავრებული აქვს ისტორია ხო მაგრამ იწყებს ახლა ტიპს სპეციალურად წონას იმატებს ადის თავის ნუ ელგუჯასთვის უპირატეს კატეგორიაში რომ ყველას და თავის თავს უპირველეს ყოვლისა დაუმტკიცოს რომ უკეთესი მებრძოლი ვარ და მე ძალიან ვაფასებ ძალიან დასაფასებელია აი მაგალითად ჩემთვის აი ბოდიში დავამთავრებ ჩემთვის ეს უფრო მეტად დასაფასებელია და ეს მისწრაფება და თუნდაც რო წააგოს მაინც მეტად დასაფასებელი იქნება ვიდრე მებრძოლები რომელებიც ადვილ ბრძოლებს ირჩევენ აი მოდი ამასთან არა იმასთან ვიჩხუბებ მე რომ მესამეზე ვარ და ის მე-15-ზე ადგილზე რეიტინგზე და მეთქი რომ მოიგო და მე-10-ზე აღმოჩნდე უი ეგრე არ მინდა ხო თან ცდილობს გამოცდილება მოიხვეჭოს ავიდეს მაღლა და მაღლა აი ბოლო ორი ბრძოლიდან გამომდინარე გეტყვი ჩემთან ბრძოლი და პირველ ბრძოლაში დავამარცხე გაჩერდა თვითონ გაჩერდა არა კუთხემ გააჩერა არამედ თვითონ გაჩერდა და თავის თავში იმდენად ძალა რაღაცა მოიპოვა რომ მეორე ბრძოლაში ბევრად უფრო ძლიერი დარტყმები გაუვიდა რამდენჯერმე დაეცა სამჯერ დაეცა მეორე რაუნდში სამჯერ დაეცა და იმდენად დიდი სურვილი ქონდა რომ ფეხზე მდგარიყო 5 რაუნდის განმავლობაში და არ გაეჩერებინა რომ მოახერხა ეს და არ დანოკაუტდა თავისი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე და ამას უნდა ხედავდეს აუ როგორ გასპამე ესენი ხო ჰუკებით რო გასპამე და 1 2 3 ბიჭო 4 მაინც რო შეუღონდი ბიჭო შეუღონდი არ ყდება ტიპი რა ზომბი იმენა არ ყდება მე არ ვიყავი მაგ ბრძოლაში ფორმაში აი ტრამვები და ხო კი დიხანია სუნთქვა ვერ მოუხოდე და ცოტა ისე ვიყავი აი ცოტა ისე რო ვთქვა აი დიოჟინათ არ ვიყავი ხო ხდები რა ჩემ 100%-ად არ იყავი ხო არ ვიყავი დაჟე 50%-ით შეიძლება არ მიმეცა ჩემი თავისთვის იმიტომ რომ ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე წონა ვერ ჩავაბარე ძალიან გამიჭირდა მე ჯანმრთელობის პრობლემები ასე შემდეგ და არ ვიყავი იმ დონეზე ფორმაში რომ მაგალითად 5 რაუნდი გამაქაჩინა ზომბი აი მართლა რა ზომბის ფსიქოლოგია მეც ჩემ თავთან გამაძლიერა რა სიმართლე რო გითხრა და მაგიტომაც შეუძელი რომ ასეთი მაგარი ბრძოლა ჩამეტარო ზომბის დამსახურებაც არის ზოგადად ძალიან სწორი მომენტი დაიჭირე და მინდა ჩემი ზოგადი შეხედულება გაგიზიარო ამ ორთა ბრძოლებზე და ზოგადად აი ორი კაცის დატაკებაზე ხო უპირველეს ყოვლისა აი ზომბის არაერთხელ აქ ნათქვამი რომ ჩემთან რო იბრძვი ესე იგი უკვე პატივს გცემ და ზუსტად მაგ ფილოსოფიით ვარ მეც ანუ ვიღაცა თელი ჩემი ცხოვრება არასდროს არ ვიყავი იმის მომხრე რომ ვიღაცა დამეჩაგრა ვიღაცა აშკარად ჩემზე სლაფს ფიზიკურად გავსწორებოდი აი კომპიუტერზე რო ვთამაშობ UFC-ს ბიჭები არ მოგატყუებენ არ მაინტერესებს იმას აი უბრალოდ არ მიზიდავს იმასთან თამაში ვისთანაც ვიცი რომ მოვიგებ ხო არ არის ზოგადად საინტერესო კომპიუტერის თამაშიც კი და მით უმეტეს ბრძოლა და რაღაც იმიტომ რომ ბრძოლა არის დიდი განსაცდელი ხო ეხლა ჩვენ ერთმანეთს თუ ვებრძვით ჩვენ უქმნით ერთმანეთს ამ განსაცდელს და ამას ვაფასებ და უკვე პატივისცემა არის ეგ და კი ბატონო ეხლა როგორც რკენასთან კონკურენტია შეიძლება პირდაპირ არა რაღაც დონეზე მე ის მიხარია ზუსტად აი როგორც შენ თქვი ახლა რომ ზომბის გამო რკენას გამო როგორ მოვიხოდე იცი რამდენი კაი აზრი მომივიდა რამდენი ახალი გადაწყვეტილება
ზუსტად ეს არის მამოძრავებელი ფაქტორი. ჩვენ რო გავჩდით ბაზარზე, ბევრი რამე ხელფასები გაიზარდა მებრძოლების სხვადასხვა ორგანიზაციებში, MMA-ში, კრივში და ასე შემდეგ. ხარისხი დაიდო, შოუ დაიდო, შუქები, გადაღება, ყველაფერი გაუმჯობესდა. უბრალოდ ზოგადი სურათი გაუმჯობესდა. ეს ახალი მოთამაშე, ახალი თაობა წამოვიდა, ახალი თამასა დაიდო, ახალი დონე. გაჩნდა კარგი ვისაც გვინდა ამ ბაზარზე დარჩენა, ადაპტირება უნდა მოახდინოთ. სხვანაირად რაღაცა ნახევარნაბიჯებით ხო, ჩაიძირება და ვერ გაუძლებს გაითიშებიო ბრძოლასთან რომ გავაკეთოთ. მოჭიმულები უნდა ვიყოთ და ჩვენ მაგათ უფრო უნდა მივხედოთ საქმეს, იმიტომ რომ აი უკვე კონკურენცია შემოვიდა ბაზარზე და აი ზოგადად მებრძოლის მენტალიტეტს რაც გააჩნია, რასაც უყურებ ხა ადამიანების ურთიერთობა ძალიან მრავალფეროვანი და სხვადასხვანაირია. დღეს ვინც შენი მეგობარია, ხვალ შეიძლება იქცეს კონკურენტად, მტრად, მოდი ასე ვთქვათ. და პირიქით. ძალიან მრავალფეროვანი, ამით ძალიან საინტერესოა. წინასწარ გათვლებს და გეგმებს კი ვალაგებთ ყოველთვის, მაგრამ აი ყოველთვის უნდა იყო რომ ოფცია B გაათამაშო, ოფცია C და ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა აქ და იგივენაირადაა ცხოვრება, როგორ დატრიალდება, რანაირად, რომელი ფსონი გათამაშდება. არავინ აზზე არა, მაღალი ღმერთი თუ იცის მან, ისიც მე მგონი ბოლომდე არ იცის, რაღაც ვარიანტებს უშვებს, მისთვისაც საინტერესო რო იყოს უფრო. და ამით იმის თქმა მინდა, რომ გახსოვს, მოდი ერთი სეკრეტი მინდა გავხსნა. გამოუშვა. მე ვაპირებდი ბრძოლას. სანამ აქილს გავიწყვიტავდი, ეგ ხო იცი? ხო, როგორია. მე ვაპირებდი გამაში ბრძოლას, სანამ აქილეს გავიწყვეტავდი და პიტბულის გამოწვევას ვაპირებდი. პიტბულ, ჰაიპი გვინდოდა, გათვლა იყო, რა თქმა უნდა, ეს მარტო ემოციებით და ემოციების ხარჯზე მხოლოდ არაფერს არ ვაკეთებ. ცივ სისხლიანობას ყოველთვის ვინ არ ჩუნებ და გავიარეთ რაღაც ეს ოფცია, ოკეი, გამოვიწვიოთ და ვფიქრობდი გამოწვევას. მე გითხარი კიდევაც უკვე რომ გავიწყვიტე და რამე. და ეხა პიტი ძალიან მიყვარს მე და ძალიან პატივს ვცემ ეხა რაღაც დონეზე ჩემ აღმოჩენა თვლი და ძალიან ეს ტკბილად ვიხსენებ იმ მომენტს რომ კიდე რაღაც უდიდესი იდიოტობა ჩავიდინე რომ არ ავიყვანე გრუში. მაგრამ შენც რა საყვარლად ურტყავდი გრუშას. მე ვიდეო ხო იყო აბასინეთ ზომბიზე და ჩემზე რო ლაპარაკობდით რა თქმა ვიცინეს რა იყო. ზუსტად და მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა იმ ბრძოლაში ერთობი აი მე როგორ ფსიქოლოგიურად როგორ განვიცდი ამ ყველაფერს რომ მე რაღაც ჩემ დემონებს უშვებ. იმ დემონებს აი იმ ბრმა კი არა ბნელ გიორგის უშვებ გარეთ რომელიც ყოველშია ბნელი შენი ნაწილი ხო ანგელოზები არავინ არ ვართ ფრთებს ნიმბები და ფრთები არავის არ გვაქვს დემონებიც არ ვართ ხო უბსკნულში არავინ არ ვარდებით და არის ყოველთვის შენი დადებითი და უარყოფითი ხარ და ის ყველაზე ბრმა ნაწილს უშვებ და ვინაიდან მებრძოლში ამ ბრმა ნაწილს ძლიერია ბევრ მებრძოლში და ძალიან ვაფასებ სპორტს იმიტომ რომ რაღაც დონეზე ყველა მებრძოლი მონსტრები ვართ თუმცა ამ მონსტრის კონტროლი შეგვიძლია აი ჯორდან პიტერსონი თუ იცი ეგეთი აი მონსტრი უნდა იყო ხო ზუსტად მაგაზია საუბარი რომ ყველა მგლები ვართ მებრძოლები და ანგარიშს გვიწევენ ზუსტად იმიტომ რომ ამგელს აკონტროლებ და თუ არ გამიწევ გამოუშვებ ხო კურდღლის არავის არ ეშინია ხო კაია ეს არ მაგრამ როცა გინდა გამოჭეკალს შეჭავ ვაფშე არ შეეკითხები მგელთან ეგრე ვერ მოიქცევი და ზუსტად ეგ სხვაობაა და ხა მგელს ყოველთვის პატივს ცემს, თუმცა რაღაც ეტაპზე, როცა უნდა გაარკვიონ ვინ ძლიერია, ჩხუბობენ. ზუსტად ეგ არის მებრძოლის გზა, ასე უყურებ მე და
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხარ იმ ეტაპზე საქმე სჭირდებოდა, ორივეს გამოგვადგებოდა ეგ სიტუაცია, რომ ბედს სხვანაირად არ გადაეწყვიტა და მის მერე დამეწყო, მის მერე 5-ჯერ გავიწყვიტე ნაირნაირი ისინი. კი, არა, მე სანახმა ვიყავი თუ გახსოვს და ყველაზე მეტად აი ის მომენტი מחარებდა და მიზიდავდა ამ ბრძოლისკენ, რომ აი ორი თაობის შენ იბრძოდი ამ ბრძოლას მუშტიკრივს რაღაცა 90-იან წლებში როცა მე დავიბადე ხო 2000-იანების დასაწყისში ხო როცა მე პატარა ბიჭი ვიყავი ძალიან რა პამპერსით რო დავრბოდი და ეხლა ის დრო დადგა რომ მე შენი ორგანიზაციის მებრძოლი ვარ და ჩვენ მოგვიწევდა ერთმანეთში ბრძოლა აი რაღაცნაირად წარმომედგინა ხო ხდები აი მეც სამიხარო ჩემთვისაც ძალიან დიდი ის იყო და ანუ აი მე გამოვკეთდი თუ აი ორივე ფეხზე ჯოხის გარეშე გავიარა თუ ჩვენ ვისპარინგეთ და სპარინგის დროსაც გამაკვირვა საჩვენის რაღაც ისეთ დარტყმები აქვს ნუ არ გავამხე შენს ეს მეთქი რა შევა ასე მიყავს ისე დარტყმები გაწვილი რომ არც ერთი მოკრივე და კიკბოქსერისგან არ მომხვედრია და ძალიან მიხარია რომ ასეთი პიროვნება აღმოგაჩინეთ და გაგაცანით საქართველოს როგორც შენ ხარ და მე ამაყება ეხა იგივე შენი გავლილი გზა არავისთვის არ არის სეკრეტი და სამწუხაროდ ასეთ ხალხს ვისაც რავია ნუ შეცდომა მოუვიდა ცხოვრებაში თუ რა დავარქვათ არ ვიცი ბევრი პერსპექტივა ჩაკეტილი აქვს და გარკვეულ დონეზე გამამ ბევრს მეორე შანსი მიცა არაერთი იგივე სიტუაცია გავლილი ბიჭები არიან მათ შორის ჩემპიონებიც რაც შენ ქონდა იგივე სცენარი და არაერთი სპორტსმენი დავაბრუნეთ იგივე გრიზლი რო ახსენე 38 წლის ბუმბერას კაც აწყობილი აქვს ცხოვრება მაგრამ გავაგიჟეთ და ვაჩხუბეთ არაერთხელ უკვე და მე ვფიქრობ ჩემმავე კითხვას პასუხი რო გავცე რომ აი შენი სიტყვებით და გრიზლის სიტყვებით ვიტყვი რომ გამა ყველასთვის არ არის ჩვენ კი გვინდა კი არა ჩვენი კარი ყველასთვის ღია ვისაც ჩხუბის ტრაკი აქვს ხო და ვისაც გაქვთ მოდით გამოცადეთ თავი ვინც დაიმსახურებს ძირითად ლიგაში ჩხუბს ჩვენი თავი გენაცვალოს უბრალოდ იცოდეთ რომ გამა მხოლოდ ყვერებიანი ბიჭებისთვის ხო დიდი ყვერები დიდი უზარმაზარი ყვერები მე დარწმუნებული ვარ რომ აი კომენტარების ლომებიდან უმეტესობა რინგამდე ვერ მივა რინგამდე ვერ მივა ვერ გაიგე რინგამდე აგე რა პალოტი დავდივარ დღემდე ორივე ფეხი მტკივა ავი ხელებზე დგომით უნდა გეჩხუბოთ მუშტიკრივი მით უმეტეს თუ ის არის მაგრამ ვეუბნები ოკეი ამ ცუდად ვჩხუბობთ გადაგვივლით ავჩალკა მაჩხუბე ჯერ ეს ერთი ავჩარკა ჯერეგეთი ავჩარკა გერმანული ნაგაზი ბლიად რუსული თუ გინდოდათ და პიტბულია და არა ბიტბულია და რაღაცა და ჯერ ეგისწავლეთ რაღაცა რომ ვიღაცის დაცინვის უფლება მაინც გქონდეთ ჰიპოთეტიური და მე რაც შეეხება ლომობას კნოპკების კაკუნით ლომობას გეუბნებით ჯერ პიტ სახეს ვერ მანახებენ ხა მეგანა დევნას დაუწყებ ვიღაცას უბრალოდ ღია ოფერტა არის ვისაც ჩვენ და მე პირადად გულში არ ამოგდივარ და დიდი სურვილი გაქვთ რომ მუშტი მირტყათ გამა ფაით ჰოლ რო თუ გამა ყველას შეგიძლიათ ჩამიბაროთ წონა 70 და ამობრძანდეთ რინგზე გინდა მომერიოთ დამიჯერეთ კაი ჩხუბი გვექნება როგორც მე გპირდებით დაჟე პალოიანი დარწმუნებული ხო და აქამდე არ მოსულან ხო ნუ უყურე 100 კი არა 1000 შეიძლება ყოფილიყო ასეთ შემთხვევა ერთი არ მოსულა არა არც მოვა ამიტომ ვერ აღვიქვა მე ამ ხალხს სერიოზულად საქმეს ვაკეთებთ გვიყვარს ჩვენი საქმე ამით ბედნიერები ვართ ცოტა ფულსაც ვშოულობთ ხალხს თავს ვაცნობთ ახალგაზრდებს სპორტით ვაინტერესებთ
ძალიან ბევრი ახალი წამოწყება პროექტი და ძალიან ბევრი ახალგაზრდის და არა მარტო ახალგაზრდის ყოფილი სპორტსმენების და მოხუცი ხალხის სტიმული გავხდით და თუ ეს ყველაფერი დასაცინია, დაგვრცინეთ თქვენი დედასაც შევეცე. ხო არ ხომ შემპირდი არ ვაგინებ. რა ვქნათ. დავაპიპინოთ. ფულის შოვნაზე ვიტყვი აქ მნიშვნელოვანი მომენტია. ახლა იმით დავიწყებ, რომ ჩვენ მეგობრებო არ ვიცი შორიდან როგორ ჩანს. ახლა ღატაკი და ღარიბი არ ვარ მე და არც ჩვენი მებრძოლები არიან ბომჟები. ახლა არ იმაშვებით ვარსკვლავებს არ ვიჭერთ ცაში, მაგრამ ნუ ახლა ლუკმაპური გვაქვს ჩვენი. თუმცა რის თქმა მინდა რომ აგერ არის რკენა, აგერ არის GFC, IFC, ოფიციალური ფედერაციები, Max Fight-ი რა ვიცი. ხო, ნუ კიკბოქსინგის ფედერაციის ნაწილი რა, ნუ ქვეშა წესით დარიგით უნდა იყოს, არ ვიცი, არ ვამტკიცებ არაფერს. უბრალოდ ჩემ ახლა GFC არის MMA-ის ოფიციალური ფედერაციის ნაწილი. AFC გერმანული უწყება ზოგადად და მათ შორის საქართველოში ატარებს. უბრალოდ რის თქმა მინდა რომ ჩვენ მე და გიგამ თქვენი მეშვეობით, თქვენი დაჯერებით და თქვენი მხარდაჭერით შევძელით ჩამოგოყალიბებინა სოფლიო რა საქართველოსთვის შესამჩნევი თემა. აი ძალიან უბრალო ბიჭებმა ახლა რაღაც არც მე ვარ პრეზიდენტის შვილი, არც გიგა როკფელერის შვილი. რავი, არც შენ ახარ როგორც ვიცი, თუ იყავი და სად იყავი აქამდე. არა, ჩვეულებრივ მეც მომკვდავი. ხო და ჩვეულებრივმა მომაკვდავმა ხალხმა არავინ არ ვართ რაღაც ოლიგარქის და იმების შვილები, ჩვეულებრივი შესაძლებლობებით, თუმცა ძალიან დიდი მონდომებით და ძალიან დიდი წვალებით და ძალისხმევით დაღვრილი ოფლით და სისხლით. ამათმა შევძელით ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება და დღემდე არ გვაქვს სახელმწიფოს მხარდაჭერა, ამისთვის ბევრს ვიბრძვით, ვიმედოვნებ რომ სერიოზულად შევცვლით ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ქართული მუშტიკრივის ფედერაცია ძალიან ბევრ რაღაცას დაეხმარება. უპირველეს ყოვლისა ბევრ ახალგაზრდას შეუქმნით სპორტით დაკავების საშუალებას. მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ამათ ჩვენზე მეტად ბევრი შესაძლებლობა აქვს უპირველეს ყოვლისა ფინანსური. მიუხედავად ამისა და თქვენი მხარდაჭერით ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენ თვითონ ლუკმაპური ვჭამოთ, ეს ორგანიზაცია შევინახოთ, ხელფასები გადაუხადოთ გადამღებებს, ყველა იმათ, ვინც ჩართულია, რა თქმა უნდა, მებრძოლებს. ამიტომ კიდევ უფრო მოგიწოდებთ, რომ მეტად ჩართულები იყოთ და ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამა ტივის გამოწერა იქნება იქ 15 თუ 100 ლარად ნაყიდი ბილეთი თუ ნებისმიერი სხვა ქმედება გამა ტივიში, რავი, 2 ლარი გამა ფონდში 2 ლარი რო გაიმეტო, ეგეც დიდი რაღაცაა ჩვენთვის. უბრალო ლაიქიც დიდი რაღაცაა ჩვენთვის. და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვქნით დღეს ისტორიას და ყოველივეს მხარდაჭერას ვხედავთ. და ამაზე მეტიც ჩვენ ისტორია და ფინანსური ნაწილი ისე ავაგეთ დღესდღეობით და ახალ წლიდან უკვე მაგ მოდელზე გადავალთ. აქამდეც მებრძოლებს მათ პრომოკოდებს რო გამოიყენებთ, აქვთ ინტერესი და ზედმეტ ეხა ვის როგორი მხარდაჭერაც აქვს, ზედმეტ 100 თუ რავი 700 თუ 1000 ლარს შეულობენ, ხო? ახალი წლიდან პროგრესიული პროცენტი ექნებათ. რაც უფრო მეტ მხარდაჭერას გამოიჩენ თქვენ, მით უფრო მეტის შოვნის საშუალება ექნებათ. თქვენ თუ გაქვთ 10%-იანი ფასდაკრება და ხეირობთ, მებრძოლს ექნება მეტად მეტის შოვნის საშუალება. ანუ 20%-ამდე თქვენი დახარჯული თანხის შეუვა მებრძოლს. და თქვენც იხეირებთ ფასდაკლებით. და გამატივიზეც იგივენაირი მიდგომა აქვს. ყოველივე თქვენი ნაყიდი გამოადგება ამა თუ იმ მებრძოლს და პრომოკოდს თუ შეიყვანთ, რა თქმა უნდა, ამ მებრძოლისთვის პირდაპირ ჩათვალეთ ჩარიცხული გაქვთ თანხა.
ასე გვინდა ავაგოთ, ხალხის მხარდაჭერით და დაჯერებით მოვედით აქამდე. ეხლა რითი დავდივარ, სად ვცხოვრობ, რა მაქვს ზურგს უკან, მე არაფერს არ ვმალავ. სამწუხაროდ ოლიგარქი არ ვარ, არც მე და არც ჩემი მებრძოლები. უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვით, რომ ჩემი ოცნებაა და მისწრაფება, რომ აი პიტბულს მაგალითად ჩხუბში გადაუხადო 100+10 ბონუსების გარეშე, პროსტა ჰონორარი. და პიტი რომ ეტყვის რომ წონა ვერ დავიკელი ან რაღაცა ეგეთი. პიტზე მაგალითია პროსტა, ნებისმიერ მებრძოლზე იგივე მინდა რომ იყოს. მე ვეტყვი რომ მოდი რა ძმაო, მე აქ ტრაკზე გავიხიე ეს პირობები რომ შემექმნა, ამიტომ შენც შენი გასაკეთებელი გააკეთე. აი ეს იქნება ჩემთვის იდეალური სურათი და ამ შემთხვევაში სპორტსმენები შეძლებენ მაქსიმალურად დაუთმონ დრო იმას, რაც უყვართ. და საქართველოში არაერთი ჩემპიონია საბრძოლო სპორტში, მე პირადად ვიცნობ არაერთს, ვისაც უწევთ გლოვოში მუშაობა, რომ ბინისკირის გადახდა შეძლონ, ლუკ მაპურის შეჭმა. სამწუხაროდ არ არის არც ჩვენთან და არც სხვაგან ისეთი ვითარება, არ კენაშიც კი, რომ გვერდითა შემოსავლის გარეშე შეძლოს სპორტსმენმა ასპარეზობა. თუმცა ჩვენ ხელშია საქართველოს მოსახლეობას მოგიწოდებთ, რომ შევცვალოთ ეს სიტუაცია. კი, რა თქმა უნდა ვეცადოთ და მეც რო ვთქვა გიორი სიტყვა, ანუ აი ისეთი სიტუაციაა, რომ აი რამდენჯერმე გავაჟღერე რა, ეხა ხანლა იშვიათად, მაგრამ ხანლა იუებს ვშტავ ხოლმე, ხან კომუნიკაცია მაქვს გულშემატკივრებთან და გამიჟღერებია თანხა, ვთქვათ ჰონორარის თანხა ან ბონუსები და რო იძახიან, რომ აი ცოტას გიხდიან, ხო? ნუ გასაგებია, რომ რასთან შედარებით. გასაგებია, რომ ნუ ზოგადად რა, აი ხო პირობებიდან საქართველოს პირობებიდან გამომდინარე რა, ანუ როგორც შესაძლებელია იცხოვრო ნორმალურად, ალბათ აქედან გამომდინარე რა, თორე უფრო რაზე მაქვს ყურადღება მივხვდი შენ რაზეც გაქვს, მაგრამ მე ხალხის შეხედულებას გეუბნები რა, ანუ ცოტა გასაგებია, ჩემი შეხედულებითაც ცოტაა, ძალიან ცოტა შოლობ მეც და შენც. ბრძოლიდან ბრძოლამდე თავი გავიტანონ, შეიძლება ერთი თვე ორი თვე გეყოს, მაგრამ თუ ტრამვები გაქვს მით უმეტეს და ოჯახი ყავს და უნდა არჩინო და გჭირდება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. და იმიტომაა შეუძლებელი, რომ აი ბევრს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მაგალითად 20 ლარი უნდა გადაიხადოს გამატივიში ვიდეო უნდა გააზიაროს, რომ მეტმა ხალხმა ნახოს, რომ YouTube-მა დაწეროს მეტი შემოსავალი, რაღაცას მოხმარდეს. აქ ამდენი მებრძოლი ვართ, ხო? ყველას უნდა გადაგვიხადონ, ხო, რა თქმა უნდა. ამდენი რაღაც კეთდება, MMA-ია, გრეპლინგია, მუშტიკრივია, ხო, ყველა სხვადასხვა მებრძოლი ყავს, ყველამ უნდა აიღოს თანხა. იქ ნუ ელემენტარული რაღაცეები, ჩერითია, რა ვიცი, ძალიან ეს ჩერითი სუპერსკოლისა ჩვენ მებრძოლებს ეხმარება. ხო, რა თქმა უნდა, სტაფია, ამათ ხელფასი უნდა, ყველას უნდა გაუსწორდე, მაგრამ ანუ ორგანიზაციამ საიდან უნდა მოიტანოს ეს ამდენი თანხა, მაგას არავინ არ უყურებს. ზუსტად მაღაზიამ წინს გული პიტ, რომ კაი რა, მოდი პირდაპირები ვიყოთ საქართველოში, ახლა რო დავინახე თურქებს რა გულშემატკივრობა აქვთ. კი, ირანელებს. კი, რა თქმა უნდა, აბა რა. გვერდში ვერ უდგებით დაჟე. აი, უპირველეს ყოვლისა აქ უნდა დავიხოცოთ, თორე ძალიან მაგარი მებრძოლები გვაქვს, ძალიან მაგარი გენეტიკა გვაქვს და ჭკუითაც ძალიან გამოსული ხალხი ვართ, ხო? მაგრამ აი გულშემატკივრობა ტაშის დაკვრა არის პრობლემა დღემდე ხოლმე. კი ბატონო. დღემდე და აი ამაში ერთმანეთის გვერდში დგომაში უნდა დავიხოცოთ უპირველეს ყოვლისა, თორე სხვა ეს არის ერთ-ერთი ძალიან სლაბი წერტილი და ბევრს უთქვია, რომ რა ცოტას იღებენ, ჯერ ერთი ცოტას რასთან შედარებით. არის რეალობა, არის რაღაც წარმოდგენები, ხო? ეხლა მეც მინდა, რავი, აი ხო არის არა, მეც მინდა რომ კონდეს, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ 2016 წლიან Mercedes კი არ ვატარებდი, მეყი და სულ ახალი. ჩვენზე მეტად ვის უნდა გიო, მებრძოლებზე მეტად ვის უნდა, რომ ჩვენ მეტი შემოსავალი გქონდეს, მაგრამ ჩვენც კი ვცდილობთ, რომ აი რაღაცნაირად აუწიოთ. რეალობა ისაა, პიტ, რომ არ ვიცი ახლა დაზუსტებით, არ ვიცი, სად რა სიხდიან, მაგრამ
დიდად განსხვავებული ჰონორარები არ არის არსად. ხანობა იყო ჩვენ ავწიეთ ეს თამასა და ყველაზე მეც ჩვენ ვიხდიდით, თორე 50 ლარებს იხდიდნენ სხვა ორგანიზაციებში. დღევანდელ დღეობაშიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰონორარები ჩვენთან არის და ამისთვის ვიბრძვით ყოველდღიურად და ვალაგებთ ისე სქემებს, რომ ხეირი თუ შემოგდის ამა თუ იმ მებრძოლისგან, მაქსიმალურად გამჭვირვალეთ იყოს მებრძოლისთვის, რომ ოკეი. რავი, შენს მეშვეობით მოგვივიდა 10 მანეთი დაიყო აი ასე და შენ მაქსიმალური რაც გერგება შენ მიიღე. და ამაზე როგორც ერთი ოჯახი რა, კი ვიჩხუბობთ, მაგრამ ახლა საქმეს ოჯახში ჩხუბობენ კაცს. კი, საქმეს ერთად ვაკეთებთ, ეს ბიზნესია და არ არის მაინც და მაინც მთლად ოჯახი, რომ შეიძლება ოჯახში რაღაცები თავისთავად ხო, ეს ბიზნესია და უნდა ვაკეთოთ ყველამ თანაბრად რა. ანუ შეიძლება ვიღაცას მეტად გამოსდიოდეს, მაგალითად მე იმიტომ რომ მეტადაც იმსახურებს. მეტადაც ხო, ძალიან დიდი სხვაობაა პირველი ბრძოლებიდან აღებული ჰონორარის და დღევანდელი მაგალითად ბოლო ორი ბრძოლაში აღებული ჰონორარი, აი ძალიან დიდი განსხვავება. ეს ყველაზე მეტი რამდენი აგიღია, რო შეგვიძლია. თუ სეკრეტი არ არის, მაგრამ გაგვიდია კიდევაც. კი ბატონო, 8000 მეტი, ხო, 8000 პლუსი, 8.5-მდე დაახლოებით რა გრუბად. რავი, აი ხა საქართველოში შეიძლება მე არ ვიცი და ბოდიშით უცოდინობის გამო არ საქართველოში დამისახელეთ ბრძოლები, სადაც მეტი ჰონორარი აიღეს. იმიტომ რომ ჩვენ ახლა შენი დამსახურებით მოხდა ეს უსანახაობრიესი სისასტიკე იყო, რაც შენ და ზომბიმ შემოგთავაზეთ და ბოლო ივენტზე აიღე თუ ბოლოს წინას. ბოლო ორი ივენტზე დაახლოებით ერთი და იგივე თანხავდა. ოკეი, და დაიმსახურე სრულიად, ამაზე მეცაც დამსახურებაზე თუა, ამ ჭრილში თუ გაყვავს. 3-ჯერ და 5-ჯერ მეცაც იმსახურებ, უბრალოდ აქ შესაძლებლობებზია საუბარი. ხა მეც ვიმსახურებ 100-ჯერ მეც. მე თუ მკითხე. მაგრამ რეალობა. ავტომატს არა, შენ წამოწყება. რეალობაა და ეხა ვთამაშობთ იმ პირობებში, რაც გვაქვს, რაც რავი, ღმერთმა და ბედმა გვანდოდა. რაც გვანდო, სწორად უნდა მოვეცი. კი ბატონო. პი ძალიან მიხარია, რომ აქ ხარ ორიოდე სიტყვით, მოდი შენ მომავალ ბრძოლას შევეხოთ. უბრალოდ არ გვაქვს უფლება რო არ თქვათ არაფერი. ვისთან, მოდი შენ თქვი, ვისთან ჩხუბობ, როდის და რას ველოდოთ? მოკლედ, ბაბაიაგას და უნდა ვიჩხუბო, თუ რა ქვია, გუდიანი. ხო, ეგ ორი ბაბაიაგა და გუდიანი ერთმანეთში მე რა, აი დეკემბერი, თებერვალის პონტი. და მოკლედ, ლევონთან ვიჩხუბებ, ბევრი წერს, რომ აუ გაურბის, აუ იმაშვება, აუ ამაშვება და მკიდია, პასუხსაც არ გავუცემ დაჟე, არა უხსნი, რატო არ შედგა აქამდე ჩვენი ბრძოლა, იმიტომ რომ 100,500 ჯერ მაქვს მონაყოლი და ნათქვამი, რომ არ მოხდა ისე, რომ ჩვენ შევხვედრილი ყავით ერთმანეთში. იმას კამარი ქონდა, მე რეიტინგში დაბლა ვიყავი. ეხლა ხსნი. ეხლა ხო რა და მოვიდა იმის დრო, რომ მე და ლევონი ვიჩხუბოთ. ხო, და ვიჩხუბებთ აუცილებლად თებერვალში. კამარზე, რა თქმა უნდა, რომელიც ჩემია არაფორმალურად. ორივე ეგრეთ ვთვლით. ანუ, ეხლა ნახე, ლევონი წავიდა და დატოვა კამარი ვაკანტური. მე არ სადარ წავ. ფაქტიურად ვაკანტურია, ბაზარია და ეხა ფორმალურად ვაკანტურია და ეხა იმაზე მოდი ნურს ვისაუბრებთ, ვისი უფრო არის. ხო, მოდი ეს ვისი იქნება გაირკვევა თებერვალში. ეს ყავის რაღაცა. ხო, შენ ეს ყავის რაღაც არის უბრალოდ ტიტულის აღნიშნის აღსანიშნავი ნიჭი, ხო, რა ნიშანი. მაგრამ ეს რო არ იყო, ხო, იყო რაღაცეები იქამდე გრან-პრი იყო, ასე შემდეგ, მოკლედ, ჩემპიონია, კამრით იქნება თუ რო დამეკარგა ის კამარი რა მოხდებოდა. ხო, მაგალითად თქვა რა. ბეჭედიც ხო დავკარგე, ბეჭედიც ხო დამილომბარდებია, ხო ან აგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. თავარია, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, კამარი ავიღე და დავიცავი, ვერ დავიცავი კამარი რეალურად, მაგრამ ასე არა, ფაქტიურად ასე. ხო, ბრძოლა მოიგე. ხო, ბრძოლა მოვიგე და მე არ ვთვლი, რომ არ ვარ ჩემპიონი ან რა, ეხა ახლიდან უნდა გავხდე ჩემპიონი. მე ჩემპიონი დამირქვა მაშინ, როცა პირველად გრან-პრი მოვიგე
და იმის მერე ჩემ თავს ყოველთვის ჩემპიონს ვეძახი, იმიტომ რომ ჩემ თავთან მე ჩემპიონი ვარ რა, ჩემ თავს ბევრჯერ გადავაბიჯე სხვა კუთხით ვიძახი, ხო. წარმოდგენა ასე თქვათ, ხო, გეგმა შეასრულე. განვავითარე ჩემი თავი და მაღალ საფეხურზე ავედი რა, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია შევქმენი და უქმნი ყოველ ბრძოლაში რა, ნუ ეხლა რადგან ბრძოლაზე ვლაპარაკობთ. ყოველ ბრძოლაში ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას ვცდილობ რომ გაჩვენოთ რა და ციკლაურთან ახლა შემდეგ ბრძოლაში მე გაჩვენებთ პიტბულის ყველაზე ძლიერ ყოველ ბრძოლაზე თითქმის ასე ვიძახ ხოლმე, მაგრამ ეს იქნება საშინელება, ეს იქნება აი როგორი რაღაც იცი? ვიცი რომ არ აღმიქვავს სერიოზულ მეტოქეთ. ვიცი, ზუსტად ვიცი. და იმიტომაც უნდა მარტივი მოწინააღმდეგე გონი ვარ და უნდა რომ აიღოს ეს კამარი და თქვას რომ მე აუ მოუგე და ჰავსო რა, წიწავედი და კრივს მივხედავ ან რაღაცას გავაკეთებ. მაგრამ აქ დახვდება ის მომენტი მე რომ ჩეთი მაქვს ხოლმე ჩართული, ხო იცი კნოპკას დავაჭერ, წკაპ და აღარ არის თქვენი ციკლაური წავიდა სპორტიდან. ნუ ეს ვღადაობ, არ მინდა რომ სპორტიდან წავიდეს, მართლა არ მინდა, იმიტომ რომ მონდომებულია, გულიანია, დასაფასებელია, პატივს ვცემ. იგივე რამხელა სამსახურს დებს ბიჭების გასვლა. კი, აბარა, კი. აი, მოისმინე პატივს ვცემ. პატივს ვცემ. ხო და დაინახა ყველამ და გაიგონა, მაგრამ დავამტვრევ. ახლა უყურე როგორ აქამდე ახსენით და ახლა კი. სერიოზულ მეტოქეს თუ მტერსაც კი პატივს ვცემ, ახლა ისტორიაში შეგიძლია არაერთი შეიძლება ვერც დავამტვრიო, ვერ მოუგო, მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები, მთელი ჩემი გულით, სულით, ენერგიით, რესურსით ყველანაირად ვეცდები, რა მე ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდი. ყველანაირად ვეცდები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩემი თავის რა თქმა უნდა და კიდე რაღაც ძალები გვერდში დამიდგებიან აუცილებლად და მე ამ ბრძოლას წამოვიებ რა. შესანიშნავი. პიტ, მე ამ ბრძოლის ძალიან დიდ მოლოდინში ვარ. შენც და ლევანისაც წარმატებას გისურვებ მომზადებაში, ჯანმრთელობაში, არანაირი დაფერხება რომ თუ რამე იქნება 100%-ით რომ გადალახოთ და 100%-ით მომზადებულები მიხვიდეთ ბრძოლამდე ჩემი სურვილია, იმიტომ რომ ამ სანახაობას, რასაც თქვენ დაგვიდებთ, სხვაგან ვერსად ვერავინ ვერ ნახავს. ვერ ნახავს მართლა აი ამის პირობას მე ვიძლევი რა. სულ რო გავითიშო, ის დაცემაც ისეთი მაგარი მექნება, რომ ვერსად ვერ ნახავთ. ხო, მაინც ყველაზე მაგაზე ილაპარაკებს და თავარია ილაპარაკეთ ჩემზე და დავეცემი თუ ავდგები, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეგ მე ვიცი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, საინტერესო წარმატებებს გისურვებ. ჰაილაით ტიპი ხარ, შესამჩნევი ხარ და ვისურვებ რომ პიტობდეს ბოლომდე რა თქმა უნდა. და ეხლა მინდა დაგემშვიდობო, პატარა პაუზას ავიღებთ ისევ და შემდეგი კადრში გრიზლი შემოვა. შენ კი პიტ, რავი, მინდა აქამდეც გითხარი პირად საუბარში და გავიმეორებ რომ უკეთესი პირობები მინდა შემოგთავაზოთ, მით უმეტეს ის ბიჭები, ვინც თავიდანვე მოყვებიან, მაქსიმალურად დაგაჯილდოვოთ. მეგობრებო, თქვენს მეშვეობით მოხდება ეს ამ ბიჭების დაფასება და უპირველეს ყოვლისა ფინანსურად მათი დაჯილდოვება, თქვენი ჩართულობით ბილეთების ყიდვა იქნება თუ გამატივის გამოწერა. ეს არის თქვენი საშუალება რომ ბიჭებს გაუზარდოთ ჰონორარები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ გამოიყენებთ ნებისმიერ მებრძოლის, გრეპლერის, MMA-ის მოთამაშეს, როგორც ბევრი ახალი მაყურებელი მოთამაშეს. რამდენი თამაში? რამდენი რა თამაში ვკლავთ ერთმანეთს. გიჟად ხوارა ხართ. ამიტომ ყველა გამას მებრძოლის, გრეპლერიდან გრეპლერები, მუშტიკრივის მებრძოლები, MMA-ის მებრძოლები პრომოკოდს მათ თუ გამოიყენებთ, იცოდეთ რომ პირდაპირ მისდით ამ დახარჯული თანხიდან პროცენტი მათ. იმის გარდა რომ შეღავათს მიიღებთ. დიდი მადლობა ჩვენთან ერთად რო ხართ. პიტ, შენ დიდი მადლობა და რა ვიცი, თქვენ გვერდში ვარ მოკლედ ყოველთვის. გულში ხარ. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენი იმედი არ მოგიშლება. ბევრი მაყურებელი. კარგად ბრძანდებოდეთ მაყურებელო და შევხვდებით თებერვალში.
თებერვალში მაგარი ბრძოლა გველის.